ძალიან ხშირად მოვიწყდება რატომაც არ ვიცი, აი ინა ჯგუფთან დაახლოებით 4 თვის განმავლობაში არც ერთხელ არ ჩამირთავს ჩემი ჩანაწერი, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე მახსენებ. რატომღაც ეს მოვიწყდება პირდაპირ ვიწყებ ლექციას. კიდევ ვიღაც დაგვემატა ანდრია დაგვემატა გამარჯობა ანდრია. მოდი დავიწყოთ ნელა ახლა HTML-თან მუშაობა. მოდი პირველ რიგში წინაზე რომ განვიხილეთ HTML-ის ჩონჩხი შევ. შეგიძლია თქვა ჩვენოთ როგორ შექმნით აქედან ახალი ფაილი. კი. კაცო, იქით ამაკეთებს. ჩემი დავალება თუ აიტვირთა ყავაძე ნიკოლოზი, ანუ ვერ მიხვდი რა, ისა თუ გამოიგზავნოდა რაღაც დავალება. ეხლა ნახავ. ყავაძე მკითხა, ხო, ნიკა? მეც ავტვირთე და მე მგონი ატვირთული ანუ. ხო და დიანა შენი მგონი ვნახე? ჩემიც რა ნახოთ თუ რამდენად სწორად გავაკეთე აღარ. იდეაში თუ გინდათ ლექციაზე განვიხილოთ თქვენი დავალებები თუ გაქვთ სული. გეთ. ეს შეგვიძლია რომ აი ვისაც გაქვთ სული მაგალითად. გავხსნე ახლა და ნუ იდეაში ყველაფერი აი აბა მოიცა გავხსნე ახლა და აბა რომელს გინდათ რომ ნახოთ ეს ატვირთული აქ იყოს ჩემი მაშინ. კარგი ლანა ახლა ნახავ ამ დიანას დავალებას ჩემიც რომ ნახოთ თუ არის ატვირთული რა. ой ხო ელია შენ კითხე წერან ხო გიორგი მგონი შენი არ არის მგონი ატვირთული თუ არის და შევამოწმე ერთი გამი მაური ხო არ ისმის ჩემგან არა ხო მაური ხო არ ისმის გიორგი შენ პირველი დავალება ორივე გრაფაში გაქვს ატვირთული და მეორე დავალება მხოლოდ ერთ გრაფაში აჰა ხო გასაგები გაგი მეორე ოთინაშვილიც ბარემ ორივე უნდა იყოს პირველ დავალებაში ყველაფერი არის რამე ატვირთეთო ხო ესე ვგითხარით ნებისმიერი რამე პირველ დავალებაში არაფერი საშინაო დავალება არ ქონათ ამიტომაც ნებისმიერი რამე შეგეძლო გამოგეგზავნათ რო ფორმალობისთვის კარგი მოდი ლანას შესრულებული საშინაო დავალება ვნახოთ იდეაში მოდი პირდაპირ შემიძლია არქივიდან გავხსნა რა ესე არ გამოჩნდება აი გაგვეცილით ბოლოს რა გავაზიარებ ეკრანზე თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ თუ რა ავტვირთო მეორეშიც დავალება ისე მიჩვენებს რომ ასატვირთი გრაფა არ აქვს რა კი ბატონო არ არის პრობლემა მადლობა ლანა ცარიელია შენი დავალება რაღაც პროგრამული ვუი შეიძლება დასეივებას არ მიეცით ბოლოს ой ხო შეიძლება მაგრამ ისე საიტზე თუ ნახულობდი საიტზე ნახულობდი კი ერთი წამი ალბათ ცარიელია იმიტომ რომ საიტსაც მეგაბაიტს მიწევს აბა ოთინაშვილის ნახეთ ეგრე ხო რა ჩვენებს და მანდ ხო არ არის რა
ეხლა აი თვითონ საიტი გახსნილია, იხსნება თვითონ საიტი, მაგრამ workspace-ი არ ვიცი რატომ. ხავე. ესე იგი გაცენტრած გამოგიყენებია. ძალიან საინტერესოა, მეორე გვერდიც არის. გაცენტრა გამოვიყენე. არ მეორე გვერდი უბრალოდ ფუნქციონალი არ აქვს, არ გადადის, უბრალოდ სერიალი ბატონია. ოკეი. და ჩემთან იხსნება. მაგრამ აი მაგის მაღლა JavaScript-ი რო წერია, სადაც ახლა links დააწირეთ, აი სამი ხაზით. მაღლა უბრალოდ ეგ ყველანაირად შუაში ექცეოდა, მარცხნივ ვერ გადაუწია აი JavaScript მეორე ხაზში მაგის ქვევით. უფრო ქვევით, აი უფრო ქვევით, აი HTML-ის სურათის ქვევით. ეს ხაზი? აი ეგ ხო, ის JavaScript-ი რო მარცხნივ გადასულიყო, ვერაფრით ვერ ვქენ. ხო, ანუ იცი როგორი ვარიანტია, პარაგრაფით არის ტექსტი და. ხო, ანუ text align left-ი რომ მიეც. ხო. ხოლო JavaScript-ის წინ თუ ამ თვითონ პარაგრაფზე უნდა მიგეცა აი text align left-ი. სწორად დაწერა. გიორგი. იდეაში text align left-ი არც დაგჭირდებოდა თუ text align center-ს არ დაუწერდი. მოდი იდეაში კოდის ხრიდან ვნახავთ. ამ იდეაში center tag-ი გამოიყენე? ხო. ნუ დავგუგლეს უბრალოდ როგორ გავაცენტროთ. ხო. ანუ საინტერესოა. ძალიან კარგი არის. თამად გეკუთვნის 12 ფულა. მადლობა. ჩემის რა ნახოთ თუ შეიძლება. მოიცა wind cover გავიგე. ელიაო. მოდი ნახოთ. მე თავიდან უნდა გამოვიგზავნო, ხო? რომაოტა. ლანა, იცი რას ვიზავ? მე ჩემი მხრიდან წაგიშლი საშნაო დავალებას და კარგი. განაკვირდ. და ჩემთან რატო იხსნება მაშინ? ხვდები რის ბრალიც შეიძლება იყოს ახლა ეს. folder-ი თუ დაარქივეთ ატვირთვის წინ. კი. დაარქივებული იყო? მე არა. მე არ მაქვს დაარქივებული. ეს რაღაც უცნაური. მოდის ახლა. ეს პირველად მაქვს ესეთი შემთხვევა, რომ რის ბრალი შეიძლება იყოს ახლა ეს. არა, არ მახსოვს ზუსტად. მგონი კი, იმიტომ რომ აქ მიჩვენებს, რომ მე არა მაქვს folder დაარქივებული მაგალითად. ალბათ მაგის ბრალი არის. ხო, შეიძლება, ანუ მაგის ბრალი იყოს რა. ანუ წინას არ სანამ ატვირთავთ, მეგობრებო, folder-ზე მიდანთ მარჯვენა ღილაკი, ნუ შეგიძლიათ ვინ არის, ან რომელიც გაქვთ და თუ სახელი folder-ისა წერტილი რას დააჭირეთ, რომ ანუ დაარქივდეს. ხო, იმიტომ რომ ახლოს არიან ისინი და ალბათ შემთხვევით folder-ი ჩავაგდე იმის მაგივრად. აუ, ჩემიც რო ნახოთ თუ გაიხსნება მე რა. უბრალოდ თუ გაიხსნება ეგ რო ნახოთ. ძალიან ხო? კი ბატონო, ეხლა ნახოთ. ჩემიც არ გაიხსნა. თუ ნახეთ ჩემი. და რო არ დამიარქივებია? იდეაში ზოგთან ანუ საერთო პრობლემა ეგ არ არის. გასაგები. ზოგთან შეიძლება იყოს რა პრობლემა, ზოგთან არ. რაიანზე მე ორივე გრაფაში ავტვირტე და ნეტა მეორეშიც folder-ი ჩავაგდე? არ ვიცი თუ მაგას შევამოწმებ მოდი ხო? ეჩერტი სწორად არის გამოყენებული, მაგრამ PR spam.
მე ვერ გავიგე პარაგრაფის დანიშნულება რა. როცა სპანია. აი ჩანაწერებში შეგიძლია ნახო. თავიდან რო არ ავახსნევინოთ. ხო, მაგრამ ერთი და იგივე არ გამოდის მაინც. არა, უყურე, უცბად გეტყვი რა. ანაბა უთხარი გიორგი. არა. აი პარაგრაფი უბრალოდ იკავებს თლიან ხაზს, მაგალითად, აი პირველი გაკვეთილის ჩანაწერშიც ნახავ და სპანი მაგალითად ტექსტის საიდან სადამდეც მიდის, ზუსტად მაგ ადგილს იკავებს. პარაგრაფი სიტყვაზე. შეგვიძლია გავყოთ მე ეს ტექსტი. ბიარით. პარაგრაფი მაინც თავის გასწვრივ მთლიან ადგილს დაიკავებს და იქ ვერაფერს ვერ ჩასვავ და სპანის შემთხვევაში ადგილი რჩება. მაგრამ შეგვიძლია მაგალითად არ გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა. ძირითადად პარაგრაფები გამოიყენება ხოლმე, ნუ აი თვითონ box models რო აუხსნი, ანუ სტრუქტურას და იმ შეხედულებად რო ჩამოიყალიბებთ უკვე აი როგორ შემუშავობს აი ეს ზომები და აი ეს ბლოკური და inline ელემენტები, აი მე უკვე მე უფრო მივხვდები ალბათ, ხო? კი. თვითონ პოინტი რა არის ამ პროექტის. ხო, ესეც ძალიან შვენიერია, შვენიერი საიტია. ძალიან კარგია. გასტავმათ 12 ქულა. ისე იყო, ხო, პერიანი ძელევანის. ოკეი. მოდი მე ხა ისინი წაუშალო და მოვიწყდა. ლანა შენ უნდა გიშალო ხო დავალებები. ბატონო, ვერ გავიგე ბოდიში? დავალება უნდა წავშალო ხო თუ მოიცადეთ ერთი, ამ მოიცადეთ. შევამოწმო ორივე. დავასაც რა. და ხო ჩავაგდებ მაშინ. არა, მეორე მუშაობს. მეორე გრაფაში რაც არის. აბა. იოგაზე. ზონთერ ვენერი ყოლა. შეგნებულია საინტერესო. გადავდივარ საიტებზე. გადავაჭიროთ, გადავით ახალ საიტზე. ან ძალიან საინტერესოა. მოდი სტრუქტურა ვნახოთ კოდის. ხო, ლანა ერთი შეცდომა არის აქ. დააკვირდი, head tag-ი გაიხსნა აქ და დაიხურა აქ. დიახ. და H2 და img tag-ი წერია head tag-ში. ანუ ზოგადად head tag-ი გამოიყენება როგორ? ხო, როდეში უნდა იყოს head tag გამოიყენება და ლინკისთვის ასევე meta tag-ებისთვის და სხვა ფუნქციონალი აქ ამას დროთა განმავლობაში ნახავთ head tag-ში უნდა ჩავაგდოთ, მაგრამ ზოგადად H2 CMG და ასე ელემენტების ჩაგდება head tag-ში არ შეიძლება. ეს ნუ რადგან პირველი შეცდომა იყო საპატიო, ჩვეულებრივად შეიძლება ამის პატიება, დანარჩენი ყველაფერი კარგად არის. ხო, აქ იდეაში შეგეძლო რომ სპანში არ ჩაგესვა ბათონი პირდაპირ დაგეწერა, არაფერი არ შეიძლებოდა. ორივე inline ელემენტია. ხო, ეს ძალიან კარგია, აი მაგალითად H3-ში ჩასმული ბათონი. პარაგრაფში ჩასმული ატეგიც და img tag-ი source-ით და link-ით. ხო, შვენიერია. ხო. და ეს შეეცადე რომ და შეხედო რომ აი head tag-ში რამე არ ჩაწერო შემთხვევით. კარგი. მე დავალება და ხო ხეთავდა ხატვით.
ელიავას აუშალო, ესე იგი საშინაო დავალება. მოიცა ორივე ფოლდერს ნახავ ეხლა მე, ხო? აი ლანასთან მაგალითად ერთი. არა, მეორე ფოლდერი მუშაობს. თვითონ რავი რატომღაც მარტო ერთი არ მუშაობდა, ხო? აბა ვნახოთ. აჰა, UFC-ზე შესრულებული, აჰა. თვალიძეს და მეორეც შეერკინება. ხო, ძალიან საინტერესო. ტეგი, კარიბო ტეგი გაიხსნა, დაიხურა. დეშ ყველაფერი კარგად არის. ჩვენი არ ჭირდება ახლა ატვირთვა. მოგაცავთ, ეგან ვერ დავალება ატვირთულია? ოდის კიდევ შენ დავალება არ იყო. არა? ზუსტი ინსტრუქცია როგორ ავტვირთო? შეგიძლიათ რომ მანახოთ იდეაში Teams-ში არის ვიდეო ჩაგდებული, იმიტომ რომ მე ვერ განახილებ, იმიტომ რომ Teams-ზე არანაირი წვომა არ მაქვს მე. Teams-ზე კი არა ბოდიში, MyStat-ზე მოსწავლის მხრიდან. მე არანაირი წვომა არ მაქვს, ანუ მაგალითადაც რო განახილებ. ხო და Teams-ზე იყო წესით რაღაც ჩაგდებული. ანუ საიტიდან არ იტვირთება, სხვა იმიდან უნდა ავტვირთო, თუ როგორ არის? არა, საიტიდან უნდა ავტვირთო, რა თქმა უნდა, აი მშვიდობაზე ვება მენეჯერმა ჩააგდო ვიდეო თვითონ აი MyStat-ის გაიდი, როგორ უნდა გააკეთოთ. აი, გნახე კი, მაგრამ რავი, ეგრე გავაკეთე და არ არის მაინც ატვირთული. მაგიტო იქ მაინტერესებდა. ხო, აი ლექციის ბოლოს კიდე რომელთან იყო პრობლემა? ერთი რო იყო მარტო მგონი ჩემთან იყო ელიავასთან. ხო. ხო, მაგრამ ეს არ უნდა ორივე განატვირთული იყო გიო. ორივე ფაილზე, ორივე დავალებაზე მაქვს ატვირთული? კი. ორივეგან გქონდა ატვირთული. აი, მაშინ ლექციის ბოლოს გავაკეთოთ. ახალი იდეა შეგვიძლია რომ დავიწყოთ იდეაში ახალი თემის ახსნა, ოღონდ ერთი გამაგებინე თქვენ შემოვიდა. იდეა შეგვიჩანს არა, კაი, არა აქვს თუ რამეა. ვინც ახალი ხარ და არ ყავ მონიშნული დააკვირდი ეკრანს და ხარი თუ აი შეგვიძლია გავაგრძელოთ ახლა მოკლედ შევქმნით HTML-ის ფაილი ვიღაცა მითხრა რომ ახლიდან გააკეთე მე გითხარით აი დიან დააკვირდი გავხსნე ახლა new Windows HTML-ის Visual Studio Code-ის ამ ცარიელი ფოლდერი მაქვს. ეხლა მე ფოლდერში ამ HTML-ის ფაილი მაქვს ამას option-ი. Option on folders. და უბრალოდ ცარიელ ფოლდერს ჩავაგდებ Visual Studio Code-ში. აქ დააკვირდით Explorer-ში დავმარცხნევ. აქედან შეგვიძლია დავუყუროთ ან გავხსნათ. დავინახავთ ჩვენი ფოლდერის სახეს. აქ შეგვიძლია ავუჩვენოთ new file, new folder-ი და refresh-ება და collapse folders in Explorer. გვჭირდება იდეაში ჩვენ დავშვება new file. და new files როდესაც დავაჭერთ index.html-ს ჩავწერთ. და ჩვეულებრივად შეიქმნება არაფერი მეტი აქ არ გჭირდება. ესეგებია. მადლობა. ამ ვიდეოზე შეიძლება კითხვა. ნახეთ. გისმენ?
აი ჩამონათვალში table არ არის ჩემ. არის open outline და timeline წერია. ო ანდრია ძალიან ხმადაბლა ისმის შენი ხმა. აი ხმა არის უკეთ. არა, კარგად ისმის, ოღონდ ხმადაბლა. ნახეთ, ანუ ჩამონათვალში open editors არის no folder opened, outline და timeline არის, ანუ tables არ ამაქვს, მაგრამ ჩამონათვალში ფაილთან. Explorer-ის ეგრეებით არის ჩამონათვალი open editor, no folder opened. აი ეგ მანდ. ეს არ არის? აი მაგას ხომ დააჭერთ. შემდეგ ხო არის open editors, tables და ის tables არ არის კალთედა. tables და ეს წერია folder-ის სახელი. ველოთ folder-ის სახელი, შენ folder-ის სახელი რაც გექნება, ის ეწერება აქ. ვიხდი? კი. აი, იდეა შეგვიძლია ახლა index HTML-ში დავიწყოთ უკვე ახალი თეგების შესწავლა. ერთ-ერთი ესეთი თეგი არის ული. ხედავთ? ული. რომელიც ცნობილია ოღონდ ლოები, პატარა დიდი ასობით არის. გარგვინდა რომელიც ცნობილია როგორც unordered list. Unordered list. იდეაში ულის საშუალებით შეგვიძლია შევქმნათ სია. როგორ უნდა გავაკეთოთ სია? ჩვენ შევქმნით ul tags. და შემდეგ ამ ul tag-ის შუაში ჩავაწყაბებ მაუსს და ვაჭერ enter-ს, იმიტომ რომ ცალკე ხაზზე ჩამოვაგდო, ანუ შიგნით რომ შევძლო რამის დაწერა და რა გამოდის ახლა? ულის გამხსნელში და დამხურავში უნდა ჩავწერო ესეთი ტეგი, როგორიც არის li. ნახეთ? ანუ შემოკლებით list-დან. ანუ unordered list, და უпростоრად list item. ანუ unordered list-ი, ul tag-ი li list item. ამ ლიში შეგვიძლია რამე დავწეროთ. მაგალითად if. შემდეგ აქ გვერდზე დავაჭერ enter-ს და შევქმნი კიდევ ერთ ლის. აქ ორი ჩავწეროთ პირობითად. ისევ ქვემოთ შევქმნი ლის და დავწერ 3-ს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა გავაკეთეთ სია და მოდი ვნახოთ როგორ გამოიყურება. ამისთვის მე დავაჭერ ახლა go lives. და მოდი ვნახოთ, მივაახლოვებ ახლა ინტერეს და ვნახოთ. გამოგვივიდა ესეთი საინტერესო სია. 1, 2 და 3. ულის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ სიები. ზოგადად ული გამოიყენება header ნავიგაციებში, ანუ საიტზე თუ დააკვირდებით აი აქ ზემოთ ნავიგაციები რომ არის, ზოგადად ეს ამ ნავიგაციის გაკეთება ხდება ულით. და ანუ ამას ძალიან მალე განახებთ რა როგორ ხდება. და თქვენც ჩვეულებრივად შეძლებს უკვე მაგის აკეთებას. ხო, როგორც ნახეთ, ულის საშუალებით ულში, როდესაც ჩავწერეთ liები, მივიღეთ სია, რომელსაც გვერდზე აქვს უბრალოდ შავი დიდი წრე. ვიწერთ. ჩვენ შეგვიძლია ულის მსგავსი თეგი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ შევქმნათ მსგავსი სია. გაიცათ 2. 2 არის უკვე ordered list. ეს წამით ბოდიში
შევაგობრებო. ხო. შევქმნით all-ი, რაც მისავს უკვე ordered lists. all-ში ანალოგიურად შეგვიძლია შევქმნათ list item-ები და მოდი უკვე 1 ჩამოვაკოპიებ 2 და იდეაში ხო. მოდი ერთ shortcut გასწავლით ახლა ამასთან ერთად. თქვენ იდეაში შეგიძლიათ ანუ რომელიმე ხაზის ჩამოკოპირება ქვემოთ. ანუ მაგალითად მიწერია li, რომელშიც წერია 2. ეს ხაზი მე შემიძლია ზუსტად ანალოგიური ხაზი ჩამოვაკოპირო ქვემოთ. შეხედეთ? ეს ხდება alt plus shift plus row down-ის საშუალებით. ანუ ქვედა ისა. კლავიატურაზე ხო არის ის რე. შეგვიძლია ეს გადავადგილოთ. ანუ alt shift და ქვედა ისებს თუ დავაჭერთ, ზუსტად ის ხაზი, რომელზეც გვაქვს მაუსი დადებული, ჩამოვაკოპირებთ და იმ ხაზს. ძალიან მოსახერხებელი shortcut-ია, ანუ მე ძალიან ხშირად ვიყენებ, ძალიან ბევრ ამაში საქმეს. ხო. და 2-ის მაგივრად მოდი დავწეროთ 3. და ვნახოთ ახლა რა განსხვავებაა, როდესაც liები გვაქვს all-ში ჩაშენებული, ან ჩაშენებული all-ში. განსხვავება ამათ შორის. მოდი გადმოვიდეთ ბრაუზერში. რატომღაც ავტომატურად არ განაახლა, ცნაურია. და ვნახოთ. ნახეთ როგორ მივიღეთ 1, 2 და 3. ეს სიტყვით რაც შევწერეთ სიტყვით გამოვიდა, მაგრამ all-ში როდესაც ჩავსვით ჩვენ liები დაინომრა რიცხვების საშუალებით. all-ი, ანუ unordered list-ი უბრალოდ წერტილებით მოინიშნა, ანუ არ არის დანომრული. all-ი ordered list-ი დანომრული. მაგრამ ზოგადად როდესაც ჩვენ all-ს ვიყენებთ, ანუ ზოგადად all-ი არ გამოიყენება. ყველა აი მე მაგალითად პრაქტიკაში არ მინახავს ვინმეს რომ all-ი გამოიყენოს, ყველა all-ს იყენებს რეალურად. მაგრამ ამ all-ის გამოყენებისასაც ჩვენ აი ამ შავ წერტილებს უთიშავთ. აშვებით უშლით. ანუ ხო, უთიშავთ რა. უთიშავთ. სტილების ფაილიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია აი ეს წერტილები გავუქროთ და შემდეგ გამოვიყენოთ დანიშნულების მხრივ. იდეაში მე უცბად პატარა რაღაცას განახთ, ახლა შეგიძლიათ ეს დაიმახსოვროთ. ანუ შემიძლია ეს რაღაც გავაკეთო. ისე მაგას CSS-ში ვისწავლით, ხო? კი, ამას CSS-ში ვისწავლით ჩვეულებრივად. მაგალითად შემიძლია list styles, ანუ მივმართე all-ს, ნუ ამას ახლა გავულით და გავუთიშავ აი ამ წერტილებს, რომელსაც დავარევ შემდგომ. ჩვეულებრივად გაითიშა ეს წერტილი. და ნუ ზოგადად ვიყენებთ ხოლმე ეს რაღაცაში ის მაგალითად. ეს ცოტა ადრე არის, მაგრამ უბრალოდ ეს რაღაცების გაკეთება შეგვიძლია, აქ შეგვიძლია. ხო, გითხრათ და ხო, ნუ მოკლედ ძალიან ბევრი შესაძლებლობა გვაქვს, მაგრამ იდეაში ერთი რისი ჩვენებაც მინდოდა ეს არის, რომ ზოგადად უთიშავთ ხოლმე სტილებს, all-ს, ანუ საწყის წერტილებს და ვიყენებთ უკვე სხვა დანიშნულებით ამას პრაქტიკაში უფრო კარგად ნახავთ. ხო, რატომაც ჩემი live server-ი ძალიან უცნაურად მუშაობს, იქიდან გამომდინარე რომ გადაერექეთ. არ ანახლებს. ხო, live is not. ჩემც არ ანახლებს. head და body tag-ის გარეშე არ ანახლებს თავის. თუ დამავიწყდა head და body tag-ი, მოდი ისევე ეს ყველაფერი არ წამიშლია, Ctrl X-ის საშუალებით ამოვჭერი. აი ამაზე ჩავაკოპირო ნებისმიერ. ხო. მოდი შევქმნათ HTML-ის tag-ი და იდეაში მოდი თან კიდე იცი რა ესეთ რაღაცას განა. Visual Studio Code-ში ჩაშენებული extension-ის ამ გაფართოების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია M1-ის კონკრეტულად M1-ის საშუალებით შეგვიძლია ნახეთ, როდესაც ჩვენ tag-ის სახელს დავწერთ, მაგალითად HTML დავწერთ tag-ის სახელი. მე შემიძლია პირდაპირ დავაჭირო. ხეთ, აი აქ. პირველ ვარიანტს
და შემოქმნება ის ტეგი. ან enter-ი, ან tab. მე ზოგადად ვარ tab-ზე მიჩვეული, ეხლა დავაჭერ enter-ს მაგალითად და შევქმნი, ნახეთ, head. head დავწერე და იდეაში tab-ს რომ დავაჭერ, პირველივე ვარიანტს ამირჩევს. და ნახეთ, პირდაპირ შეიქმნა head tag. აქედან გამომდინარე, შილების წერა საერთოდ აღარ მოგწევს. აი, HTML-ში შევქმნით head tag-ი, head tag-ში შევქმნით title text. ნახეთ, სახელი დავწერე უბრალოდ title, არც ფრჩხილები არაფერი, tag-ის სახელი დავწერე, დავაჭერ tabs, ან თქვენზე არ დამოკიდებული, თუ გინდათ enter-ს დააჭირეთ, თუ გინდა თვითონ აი აქ მონიშნით. ნებისმიერ შემთხვევაში ვიღებთ გამხსნა და დამკვირვავ text. tag-ისას. ხო. შემდეგ head tag-ის ქვემოთ უკვე უნდა შევქმნათ body tag. აი დავწეროთ body და ანუ უბრალოდ tag-ის სახელი დავაჭერთ და შეიქმნა გამხსნელი და დამკვირვავ. ეხლა აქ enter-ის საშუალებით ახალ ხაზზე ჩამოვაგდებ ზოგჯერ რომ რაღაც სივრცე გავიგეთ. ხო. ამის შემდეგ უკვე შემიძლია რომ ეს ული და ოლი დავალგუნო. ხო, იდეაში როდესაც ანგულარზე გადავალ, აი ამის წერა აღარ მოგვიწევს. საერთოდ ალბათ თქვენც ხშირად უწყდებათ მე როდესაც იმას თუ მიუბრუნდებით რაღაც ვარიანტებში ამის წერა. თავიდან გამზადებული გვაქვს ყველაფერი. ხო. მოდი შევამოწმოთ, ხო იდეაში მგონი ავტომატურად ნახდება 1 2 3. არა, ეხლა ავტომატურად განახდა რაღაც უცნაურად მუშაობს ეს live server-ი. ულთან და ოლთან რამე კითხვა ხო არ გვაქვს? მე მგონი body და ხურული არ არის და მაგით ვარ ნახდება. არა, და და ხურული აქვევით იყო და. აი დავინახე. არა, მე პირადად. კი ბატონო, ამათ ამ all-ზე კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ ულს და liebs ძალიან ხშირად გამოვიყენებთ. ამიტომაც ამას დანარჩენი უკვე პრაქტიკაზე ვნახავ. აქ შემიძლია მე ახლა კომენტარების სახით მე დაგიტოვოთ. პირობითად და ზოგადად ლიზე დავწერ. შემდეგი ჩვენი თემა არის თეიბლები. თეიბლების საშუალებით შეგვიძლია რაღაც კონკრეტული ცხრილები გავაკეთოთ. ამისთვის დაგვჭირდება table tag. ნახეთ, უბრალოდ სახელს წერ tag-ის დავაჭერ ახლა tabs და ავტომატურად შემექმნა უკვე გამხსნელი და დამხურავი tag-ი. და დავაჭერ enter-ს და გავხსნით. შიგნით უკვე ჩვენ უნდა შევქმნათ ესეთი სტრუქტურა. table-ის head-ი, ანუ თავის ნაწილი, table body, ანუ ტანის ნაწილი და table footy ფეხების ნაწილი. სამ ნაწილად უნდა დავყოფთ ჩვენი table-ები, მაგრამ არ არის ეს სავალდებულო და აუცილებელი. ჩვენ როგორც დაგვჭირდება, ისე გავაკეთოთ. მაგრამ მოდი ჩვენ მივყვეთ სტრუქტურას და დავიცვათ აი table head-ი, body და footy სტრუქტურა. პირველ რიგში table-ის tag-ში მე შევქმნი head-ის tag-ს. ნახეთ? head.
დავაჭერთ apps და ეს იმას ნიშნავს, რომ შევქმნით table head. Table head-ში და table head-ის და table body-ის შექმნა რატო არის აუცილებელი და საჭირო? ზოგადად ეს არის კარგი პირველ რიგში სემანტიკისთვის. მეორე რიგში სტრუქტურა რომ დავიცვათ ელემენტარული, ძალიან ბევრგან მე განახებთ style guide-ებს. ანუ რეალურად შეგვიძლია რაღაც გავაკეთოთ ჩვენებურად, რაღაც გავაკეთოთ სხვანაირად, მაგრამ ჯობესი იქნება თუ მივყვებით ამ style guides, რაღაც კონკრეტულ წესებს, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ. იმის დამოუხედავად გვჭირდება ეს თუ არა. ზოგადად მე table-ებზე ვერ გეტყვით რომ ხშირად ვიყენებთ და აი მე ისე მჭირდება თქო, იმიტომ რომ table-ების ალტერნატივად ვიყენებ div-ებს, ანუ div-ებზე ცალკე ვისაუბრებ შემდეგ, ზოგადად table-ები კლასი არის. როგორ? div-ებს აი CSS-ში გამოვიყენებ შემდეგ, ხო? როგორც მახსოვს. ხო, HTML-ის ტეგია, თავიდან ცარიელი სივრცე არის იდეაში სტილების გარეშე, მაგრამ ძალიან ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ტეგი არის div. თუმცა ამაზე div-ზე ძალიან ბევრს ვისაუბრებთ ჩვენ. შევქმნით t-head. და აქ t-head-ში მე შევქმნი tiers. Tier tags, რაც ნიშნავს იმას, რომ მე ვქმნი ახალ table rows. ანუ ახალ ხას row ქართულად დამოვიწყდა, სვეტი არა და სვეტი ხო ესე არის და row ესე და ქართული. რიგი არის row უფრო. ხო, რიგი. ახალ რიგს ვქმნით. ნახეთ table row-ში ახლა მაგალითად მოდი წარმოვიდგინოთ რომ პროდუქტებზე ვაკეთებთ რამეს. რა უნდა გავაკეთოთ ახლა? შემდეგ მე დამჭირდება th tag-ი. აი ერთმანეთში არის ჩაშენებული ბევრი რაღაც მეგობრებო, ან მაგათი table-ში t-head-ია, t-head-ში tier-ია, tier-ში th-ი. ცოტა შეიძლება ეს აბნეულად ჟღერდეს, იმიტომ თქვი თავიდან რომ ცოტა რთული იქნება თქო. იმიტომ რომ ზოგადად ძალიან ბევრი ელემენტი იქნება ერთმანეთში ჩაშენებული. და ზოგადად table-ების საშუალებით ვსწავლობთ აი ამ სტრუქტურას, აი ერთმანეთში ჩაშენებას ძალიან კარგად. Table row-ში, ანუ მე უბრალოდ მოვნიშნე, რომ აქ მექნება table head. ანუ პირობითად აი აქ რაღაც ერთი ხაზი მექნება, სადაც მოდი ჩამოვწეროთ რაღაც კონკრეტული ელემენტები. ანუ შევქმნით th-ი, table head-ი, ამას განახებთ რას ნიშნავს ზოგადად, მოდი რამე ჩავწეროთ ჯერჯერობით. მაგალითად პროდუქტი. დავწერეთ პირველი პროდუქტი. ეხლა დავაჭერ enter-ს და ანუ ამ th-ში პირველი th შევქმნი, th-ში table header-ია, head-ია ერთ-ერთი, ამ th-ს გავს, მაგრამ იდეაში სხვა დანიშნულება აქვს. შევქმნათ ახალი th-ში, მაგალითად პროდუქტი, პირობითად ona. მოდი შევქმნათ ახალი th-ში. გერჩევთ მეგობრებო, რომ ეს ყველაფერი თქვენს გაიმეოროთ, თქვენს დაწეროთ, იმიტომ რომ შეეჩვიოთ ვარჯიშს, წერას შეეჩვიოთ, ვარჯიშს შეეჩვიოთ და ეხლა სავარაუდოდ შეიძლება გადაწერისასაც დავუშვათ შეცდომა. ძალიან ჩვეულებრივი მომენტია და ამ პრობლემის გადაჭრაშიც რაღაც კონკრეტული, ასე ვთქვათ, სკილი გემატება, რაც ძალიან კარგია. წონა და მოდი დავწეროთ ეხლა ფასი. და მოდი ეხლა ვნახოთ რა გამოვა. გადმოვიდეთ. ჯერჯერობით მივიღეთ ეს რაღაც პროდუქტი, წონა, ფასი. ეხლა ამ ყველაფერს რომ მქონდეს რაღაც
საზღვარი, მონიშნული რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს ყოფილი ასე. Table tag-ში აკვირდით table tag-ში მე შევქმნი ატრიბუტ borders. ანუ საზღვრები. და border-ში უნდა ჩავწეროთ რაოდენობა, რამდენი გვინდა რომ იყოს საზღვარი. Ну, რა თქმა უნდა, 1. Ну, ამ ბევრს ჩავწერთ მაგას განახეთ, რა თქმა უნდა. ანუ border ჩავწეროთ თავიდან 1 და ვნახოთ ეს 1 border რას ნიშნავს. იდეაში მოდი ვნახოთ რომ აი ესეთი რაღაც ცხრილის მსგავსი ну ცხრილის მსგავსი რა თუნდაც ცხრილი მივიღეთ. ხო, ხედავთ პროდუქტი, წონა და ფასი. ეხლა იდეაში ჩვენ მოდი გავაკეთოთ ქვედა ნაწილი. T არის არაბოდში, თვითონ TH-ის ქვემოთ. აი TH შევქმნით, ანუ თავის ნაწილი დავაკეთეთ, ეხლა ქვედა ნაწილზე უნდა გადავიდეთ. ამიტომაც შეგვიძლია გავაკეთოთ T body. ანუ table body უკვე ტანის ნაწილი. აქ დავაჭერე enter-ს. და აქ დაგვჭირდება ახალი T area. T area ნიშნავს რომ ახალი რიგი იწყება. ზოგადად T body tag-ის საშუალებით. უთხარით რომ იწყება უკვე ახალი ზოგადად სექტორი მთლიანად ტანის ნაწილი. ამის შემდეგ უკვე გვეუბნებით რომ აქ იქნება ახალი რიგი. Tier-ში enter-ს დავაჭერ რომ გავხსნა ეს tier-ი რომ შეგნით კიდე რამე ჩავწერ. TH. და უყურეთ ოღონდ აქ TH აღარ დავწერ. რადგან TH-ი TB იქნება. ნახეთ. რეალურად TH როგორ? დენა? არაფერი. გონი რაღაც სწორად თქვი რა იმიდო? გამიკვირდა. TB ხა. არა, TD იქნება. D თქვით თუ ვერ გავიგე. B. body. ბირად, არა. ორე table H-ი, ხო, დაში ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ STH-ი უბრალოდ გვეუბნება რომ ყველა ელემენტისთვის ცალკე გრაფას ქმნის. გასაგებია. და თან ტექსტს ამოქებს და იდეაში ცენტრავს ასე. მაგრამ როდესაც T-body-ში მუშაობთ და არ გჭირდება ეს ამოქებული ტექსტი. უნდა გამოვყავთ TD. ანუ table data. და მოდი ახლა ჩავწეროთ აქ ესეთი რაღაც. ანუ ნახეთ პირველი რასაც ჩავწერთ, აი აქ რასაც ჩავწერთ, იქნება პირველი, ამის ქვემოთ TH-ში მეორე TD რაც გვექნება. ჩაიწერებო იქ. ამის ქვემოთ, წონის ქვემოთ და ფასის ქვემოთ შესაბამისად მესამე TD რაც იქნება. მოდი ჩავწეროთ რამე პროდუქტი. პირობითად რა იყოს ვაშლი. რა გითხარით? შემდეგი TD გავაკეთოთ მეორე TD. მოდი ვაშლი ვნახოთ როგორ გამოვიდა. კი ბატონო, იდეაში შენივრად. ვაშლი წონა იყოს მაგალითად 2kg. მოდი ვნახოთ 2 კილოგრამი და მოდი გავაკეთოთ ახალი TD, ანუ მესამე. ბოდიში. ხო, და ფასი იყოს მაგალითად 8 ლარი. აი დაში მივიღეთ ესეთი რაღაც. პროდუქტი ვაშლი, წონა 2 კილოგრამი, ფასი 8 ლარი. ხო. ეხლა ამის ქვემოთ შემდეგ აბა თქვენ მითხარით ეხლა რომ გავაგრძელო როგორ უნდა გავაკეთო უფრო სწორად ესე რომ ახალი პროდუქტი დავამატო. როგორ? ახალი tier-ი?
კი ბატონო, უნდა შევქმნა ახალი თიერი. სად გავაკეთო, ოღონდ ეგ მითხარ. ანუ ისე აი, ბოდიშია. მე რამდენად ბოდიში ისე. ბოდიში. ოღონდ აი ეს დავიწყოთ ახალი თიერი. კი ბატონო. ანუ ეს თიერი ერთი ხაზი ხომ დავამთავროთ. ეხლა უნდა დავიწყოთ შემდეგი ხაზი. ანუ შევქმნით t-errors ახალს გავხსნი enter-ის საშუალებით და td. მოდი, იცით რას გავაკეთებ? ამ თიაში, ამ td-ს პირდაპირ სამივეჯერ ჩამოვაკოპირებ. მოდი შევქმნათ. რა ნებისმიერ რამე იყოს, მაგალითად, მსხალი იყოს 2 და 600 kg პირობითად და ფასი ჩაუწეროთ, მაგალითად 20 და 20. ვარ აქვს ახლა ამას მნიშვნელობა კონკრეტული. ხო. და მივიღეთ ესეთი რაც. და ჩვენ ცხრილს რამე ლოგიკური დასასრული შეგვიძლია გავუკეთოთ იდეაში, ნახეთ. თლიან tiers მომნიშნავ ახლა მე, ანუ ერთ თლიან ხაზს ჩამოვაკოპირებ. და ნუ მოდი ერთი რამის დავამატოთ, რომ მაგალითად ეს იყოს მარწვი. ხო. და მივიღეთ ახლა ესეთი სია. და ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ და შევქმნათ t foot. table foot. ანუ ქვედა ნაწილი და მაგრამ იდეაში აქ წარმოდგენა არ მაქვს, რა შეიძლება გავაკეთოთ. შეიძლება შევქმნათ. ნუ tier-ი გავაკეთოთ მოდი პირველ რიგში. td. და ხო, მოდი ახლა საინტერესო რაღაცას განახსენოთ. პირობითად წარმოვიდგინოთ ესეთი სიტუაცია, რომ ეხლა ამ td-ში მე რასაც ჩავწერ. უკაცრავად t-foot-ს რაში ვიყენებთ? t-foot-ი ანუ ქვედა ნაწილი უკვე. ქვედა ნაწილი. ანუ table head-ი ხო შევქმნით. ზოგადად აი ესენი უფრო რაში გამოიყენება, ან სტილების მისაცემად, რომ ანუ კუთხე აქვს t-foot-ს არა? მონაცემები შეჯამება რო არის რაღაც დაახლოებით ეგეთი ის აქვს ხო t-foot-ს. ხო. კი. ნუ ჩვენ როგორც გვინდა ახლა ისე გამოვიყენოთ, მაგრამ იცით რა შეგვიძლია, ახლა მინდა რომ მაგალითზე განახოთ ესეთი რაღაც. პირობითად მე მინდა რომ ეს table გაიწელოს მთლიანი ეკრანის რა ბოდიში. მთლიანი table-ის სიგანეზე. ანუ მე რასაც დავწერ ახლა ერთი td მინდა რომ სამივე columns იკავებს, ანუ სამივე სვეტს. ეხლა იდეაში ჩვენი ცხრილი ჩვენი table იკავებს სამ სვეტს. მაგრამ ამ ერთმა td-მ მე მინდა რომ დაიკავოს სამივე სვეტი. და რაღაც კონკრეტული მონაცემები დავწეროთ. როგორ გავაკეთოთ? მოდი აქ td-ში რამე ტექსტს დავწერ, ტექსტი. მოდი. და თუ დააკვირდებით ჯერჯერობით მარტო პირველი column-ი დაიკავა, იქიდან გამომდინარე რომ ერთი td არის და ეხლა table-ი ელოდება რომ აქ მეორე td შეიქმნება, რომელიც რა თქმა უნდა დადგება აქ და მეორე td იქნება, რომელიც დადგება აქ. მაგრამ რეალურად ჩვენ გვინდა რომ ეს რამე ტექსტი ეყენოს მთლიან სიგრძეს. მე მგონი რაღაც არასწორად გავაკეთე. ეხლა დაგეხმარები, ლანა. არ არის პრობლემა. უცბად აი ეს გავაკეთოთ და ან ნახეთ td. ამ td-ს უნდა ვუთხრათ, რომ დაიკავებს სამივე სვეტს. ამისთვის ჩვენ tag-ის ატრიბუტის სახით ან გამხსნელ ტექსტში, სანამ ეს ჩხილი დაიხურება, უნდა დავწეროთ
call span ატრიბუტი უდრის და ბრჭყალები და ვეუბნებით რამდენი კოლუმნი ანუ სვეტი უნდა დაიკავოს ჩვენ შემთხვევაში ეს არის სამი სვეტი ანუ პირველი სვეტი მეორე სვეტი და მესამე სვეტი ხო და ბრჭყალებში დაუწერთ რამდენი სვეტი ანუ 3 მოდი გავხსნათ სია და ვნახოთ რომ ჩვენმა თიდი დაიკავა თლიანი სიგანი არის ლანაბა თუ შეგიძლია რომ შუაში როგორ გააზიარო მოვაქციოთ ტექსტი იდეაში CSS-ის საშუალებით შეგვიძლია უცბად inlines განახით ხო style და text align ცენტრი ესეთი რაღაც არსებობს text align ცენტრი ესეთი ანუ პირდაპირ T-body-ს რო გავაკეთოთ ეგ არ შეიძლება T5 საერთოდ არ გამოიყენო იდეაში შეგვიძლია რომ საერთოდ არ გამოვიყენოთ არც ერთი arts table head arts table body arts table footy arts th-ები და td-ები არ განვასხვაოთ ერთმანეთისგან ყველგან მარტო t-ერი და td გამოვიყენოთ და ისე გავაკეთოთ მთლიანი table მაგრამ ზოგადად მინდა რომ აი სწორი სტრუქტურა განახოთ ზოგადად როგორც ჩაფიქრებული იყო table-ებიდან გამომდინარე თორე არ არის არანაირი პრობლემა მაგაზე იმათ საერთოდ არ გამოვიყენოთ ჩანს კი გამოჩნდა ეხლა უყურებ table გაიხსნა table და t-head t-ერი th t-body გაიხსნა t-body t-body იდეაში ყველაფერი სწორად ჩანს ეხლა გაჩვენებთ იმაზე რა ქვია მაგას მეორეზე ერთამი აი ეს აქ რატომღაც არ არის და არის ეს ერთამი საერთოდ სადღაც შეიქმნა ზედმეტი td ან th აი მანახე ისევ კოდი ერთამი აი მივხვდი შეხედე t-body-ს დააკვირდი ამას t-body-ში ხო მან შეხედე შეიძლება გაკეთებული t-body-ში გაქვს შექმნილი th ანუ table head-ი table head-ი t-ის ვარიანტი ანუ მან უნდა ქონდეს ახალი უნდები რომ ახალი რიგი უნდა ქონდეს ანუ table row უნდა იყოს გამხსნელშიც და დამსხურავშიც შეცვალე ვიღაც მგონი რაღაცა გამოსწორდა კი ბატონო ერთ მეტრო განახოთ შეიძლება რაღაცას ვერ გავაკეთე და უცებ რო განახოთ იდეაში მეგობრებო ჩვენ შეგვიძლია ჩვენ შეგვიძლია ჩვენ შენობაზე გავხდით მე აი ფუტს ვერ ვაჩენ ვერ დაფრით მე მგონი რას ვერ აჩენ აი ფუთერში აი ეს გაერთიანებული რამე ტექსტ იცი რატო შეხედე call span-თან ხო სწორად ხედავ რაღაც დარღვევა გახსნილი არის მგონი და დახურული ხო გახსნილი არის შეხედე არა ხო ეგ ის არის და გასაგებია მადლობა ეს მეგობრებო შეგვიძლია გავიდეთ შესვენებაზე რა თქით და კი ბატონო კი ბატონო 10 წუთი ხო? კი
არა რა
აქ ხართ მეგობრებო? მე კი. ოკეი. ნელ-ნელა შეგვიძლია გავაგრძელოთ. ან ბოლოს იმაზე გავჩერეთ, რომ ნახეთ როგორ უნდა მეც ახორ. როგორ უნდა გავაკეთოთ როგორ ავწელოთ, ასე ვთქვათ. არ არის ეკრანი გაზიარებული. როდის გაიჩი? ბოლოს ნახეთ აი როგორ მიმართოთ table data-ს TD-ს ეგრეთ წოდებულს და უთხრათ რომ დაიკავოს 3 სვეტი ცხრილში. მაგრამ ჩვენ ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ ესეთი რაღაც, რომ პირობითად მარწყვს ახლა დავაკავებინოთ 2 რიგი. ანუ პირობითად ახლა მე მიწერი აქ ვაშლი რომ ვიღაცა მიყიდა 2 კილო, მსხალი 2 კილო და რაღაც და მაქვს მარწყვი ასე. შემდეგი თუ კიდე პირობითად მარწყვი არის ანუ 2 ზედიზედ იქნება მარწყვი. მე შემიძლია რომ აი აქ მარწყვს დავაკავებინო 2 რიგი და აქედან გამომდინარე 2ჯერ ზედიზედ არ მომიწევს მარწყვის გამეორება. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? მოდი პირველ რიგში აი მარწყვის ქვემოთ ახალი table row გავაკეთოთ ისევე ან tr სთან არა abi tr abi from enter და td 1 2 და 3 მოდი ჩავწეროთ მარწყვი ისევე ავწეროთ მაგალითად 2 და 2 kg რომითად და 12 და 30 მაგალითად ამის შემდეგ ნუ იდეაში ჩვენ მივიღეთ ახლა ესეთი რაღაც ხო გამეორდა მარწყვი მაგრამ მე არ მერჩევნია რომ მარწყვი ერთხელ ეწეროს ოღონდ აი აქ თლიანი 1 2 რიგი დაიკავოს ეს რომ გავაკეთოთ ჩვენ პირველ რიგში დაგვჭირდება რომ ეს პირველი TD
მარწყვი წავშალოთ და დავუტოვოთ მხოლოდ 2 თითი. ხედეთ? ეხლა ეს 2 და 2, ანუ ეს ორივე თიდი გადმოვიდა ხელ მარცხნივ. აქ დარჩა ცარიელი სივრცე, მაგრამ მარწყვი, როდესაც ჩამოვა ქვემოთ, ანუ ასე ვთქვათ, ჩამოიწელება, ამ ორივე თიდის გადმოაგდებს მარჯვნივ. მოდი ვნახოთ როგორ უნდა გავაკეთოთ. ანუ მე მარწყვს მივმართავ ეხლა და დავწერ, აქ ხო დავწერეთ call span 3 დაუთხარით, რამდენი column უნდა დაიკავოს. აქ მივმართოთ და უთხრათ row span ატრიბუტის საშუალებით ვეუბნებით რამდენი რიგი უნდა დაიკავოს. დავწეროთ 2. და ეხლა მარწყვი დაიკავოს 2 rows და შესაბამისად მივიღებთ სასურველ შედეგს. ნახეთ, მარწყვი და მივიღეთ ესეთი ძალიან საინტერესო რამ. რამე კითხვები ხო არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით? არა. ძალიან კარგი. ანუ გავიგეთ ყველაფერი, ვინმეს რამე კითხვა ხო არ გაქვთ, ისევ ვიკითხავ, რამე გაუგებარი ხო არ დარჩა აქ? არა. არა. მაშინ იდეაში შეგვიძლია ნელ-ნელა შევეხოთ CSS. იდეაში აი აქ ბორდერზე გითხარით, წერან აი მაგალითად 10 რომ დავუწეროთ, ცოტა უცნაური ის ექნება. ანუ შიდა ბორდერი ყოველთვის, შიდა საზღვრები ყოველთვის იქნება 1, მაგრამ ეს გარე ბორდერზე აი ერთის მე რამდენსაც დავწეროთ, ხოლოდ აი აქ გარე ბორდერს მიეცემა ის რაოდენობა. კარგი. იდეაში table-ებიც გავაკეთეთ და შეგვიძლია აი დაახლოებით ახლა შევეხოთ CSS, ვნახოთ რა არის, როგორ არის, რა როგორ ხდება. მოდი ახლა მე სულ ზემოთ გავაკეთებ. რამე პარაგრაფს. table. მაგალითად დავწერე table. იდეაში ჩვეულებრივი ტექსტი გამოვიდა, ჩვეულებრივი პარაგრაფი. მოდი ახლა გავაკეთოთ ესეთი რაღაც. მე გვერდზე მარცხნივ დავაჭერ explorers, აქ გვერდზე პანჯერას გავხსნი და შევქმნი ახალ ფაილს. დავაჭერ lius new files და შევქმნი style წერტილი CSS-ის ფაილი. ფოლდერი გააკეთეთ ხომ მანდ? თუ ფაილი? არა, ფაილი. style წერტილი CSS. იდეაში აქ style გვექნება თუ main, ну ზოგადი ნორმა არის style წერტილი CSS ან main წერტილი CSS. მაგრამ ამას გადამწყვეტ მნიშვნელობას არ გააჩნს. შევქმნით ყველა? კი ბატონო. დიახ. ეხლა ესეთ რაღაცას გავაკეთებ მე. ამ explorers დავხურავ. CSS-ი უკვე ჩართული მაქვს აქეთ, ანუ აქ ფანჯრებში უკვე მაქვს CSS-ი. და ნახეთ რას გავაკეთებ. ამ CSS მოვკიდებ ეხლა ხელს და გადმოვიტან აი აქ ნახეთ, ისე რომ Visual Studio Code-მა აი დაახლოებით აი აქ გამოვიღებ, იქიდან გამომდინარე რომ ნახეთ მარტო მარჯვენა მხარე გამოგდასა. ეხლა მე რომ აუშვებ მაუსს, ნახეთ მარცხნივ მაქვს HTML-ის ფანჯარა,
მარჯვნივ CSS ფანჯარა. ზოგადად CSS-ის ფაილი არის სტილების ფაილი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ჩვენ HTML-ის ტეგებს რაღაც სტილები მივცეთ. CSS-ი იშიფრება როგორც cascading style sheets. ხო, და კიდევ ის თქვა მინდოდა. ხო, მოდი უკვე გადავიდეთ ნელ-ნელა საქმეს. აქ არის CSS-ის ფარი, აქ HTML-ის. ან იდეაში შეგვიძლია რომ ეს ასე. მე HTML-ის ფაილი წამეშალა. აგეშალა, Ctrl-Z შეეცადე რომ დააბრუნო. თუ არ დაბრუნდა, მაშინ ახლა უნდა გააკეთო. კარგი. ხო, შეგიძლია უბრალოდ აი სტრუქტურა შექმნი HTML-ი, head-ი, გამხსნელი დამხურავი ესე. ამების გადაწერა აღარ გინდა ვეღარ მოხდეს. კარგი. დიანა შენ ვერ გადმოიტანე. ხო, როგორ გავაკეთო ეს ორი ფანჯარა რო გამომივიდეს? აზერმა, ხო? შეხედე იდეაში თავიდან რომ დახურულია. ეს გავაკეთე. ხო. აი მარჯვნივ და მარცხნივ ანუ ერთგან რო index HTML-ი მიჩვენოს და ერთგან რომ კი ბატონო, ანუ მთელი მოკიდე უბრალოდ დააჭირე მაუს მარცხენა დილას. ჩავაგდო ხო? ხო, აი მარცხენა მხარეს, აი თუ შუაში მექნება პირობითად მთლიანი ის იქნება გაშავი, მაგრამ აი მარჯვენა მხარეს ესეთი ადგილი უნდა დაიჭირო, სადაც აი მარტო მარჯვენა მხარეს გაგიმოქებს და მაუს რო აუშვებ გვერდზე იმას გვერდზე გაიხსნებ. და აი აქ შუაში ხაზიდან გამომდინარე უკვე შეგიძლია სიგანე მარტო. რა მაინტერესებს extension-ებში რამე დავაინსტალირეთ, ეგ გამომრჩა წერან და ეს ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ extension-ში ეს არაფერი. ეხლა არაფერი არ დაგვინსტალირებია, ხო? ეხლა არაფერი. უბრალოდ Explorer-ში შევქმნით style CSS-ის ფაილი. არ გამოდის. გვერდზე არ გადადის? ხო. აი მაშინ, აი ესეთ იმას თუ ხედავ. icons. მაგას ხედავ. აი ამას დააჭირე. დავაჭირე და ეხლა ჩავაგდო? და ეხლა იცი რა ქენი უბრალოდ index.html საიტ დააჭერე და არჩევ CSS. იდეაში უბრალოდ აქეთ ამ მხარეს შეგიძლია რომ მონიშნული ქონდეს და CSS-ი არჩევ. არ გამოვიდა. გამოვიდა? არა. არა, უშავს მე ვწდი. ხო, იდეაში არ აქვს ახლა მნიშვნელობა. მე უბრალოდ იმიტომ გავაკეთე რომ ორივე ერთად ჩანდეს თორე შენ გიძლია ყოველდღიურად ეს. გადახვიდე. ზოგადად ეგრე არის ამ სტილების ფაილი იშვიათად არის ხოლმე ნახევარ ეკრანზე. გავაკეთე. გაკეთე, კიდევსა. მადლობა. ეხლა დააკვირდით მეგობრებო, ერთ საინტერესო რაღაც. მე მაქვს შექმნილი პარაგრაფი. და მაგალითად შიგნით წერია თეიმი, ხო? და მინდა რომ მივცე მაგალითად ფერი მწვანე. ეს ტექსტის ფერი გავხადო მწვანე. როგორ უნდა გავაკეთო? მე CSS-ში, გადმოვა CSS-ში და მიმართავ პარაგრაფს. უბრალოდ ნახეთ, თეგის სახელს დავწერ PS და ფიგურული ფრჩხილები. დავაჭერ Enter-ს. ნახეთ, ძალიან ადვილია ყველაფერი. და შიგნით უკვე ამ ფრჩხილებში იწერება სტილები. ფიგურული ფრჩხილები და ამ ფიგურულ ფრჩხილებში ეხლა მაგალითად შეგვიძლია დავწეროთ, ნახეთ, ძალიან ადვილია ყველაფერი, color, ორი წერტილი და ავრჩევთ ფერი. მაგალითად green. ეს ამიბოდის სანამ
ში კიდევ ერთხელ სწორებელი იყო რაღაცა. მოკლედ, ან მიმართ პარაგრაფს და უთხარით, რომ ფერი უნდა იყოს მწვანე და ბოლოს წერტილმძიმე, ანუ სტილის სახელი, ანუ რა სტილს ვაძლევთ, ორი წერტილი, შემდეგ მნიშვნელობა და ბოლოს უკვე წერტილმძიმე. ეხლა რომ და ნუ ჯერჯერობით რა თქმა უნდა არ იმუშავებს. იმიტომ რომ გამორჩა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ჩვენ index.html გვაქვს შექმნილი და გვაქვს CSS ფაილი შექმნილი, მაგრამ ეს ორი ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული. ანუ ეს index.html-ის ფაილს აუცილებლად უნდა დაუკავშიროთ CSS-ის ფაილი იმისთვის, რომ მივიღოთ CSS-ყოფის სტილები. იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება 5 HTML-ის ფაილი იყოს და 10 CSS-ის. აქედან გამომდინარე, უნდა იყოს რაღაც კონკრეტული კავშირი. გაყოფა ამაჩვენებს. ნახეთ title tag-ის ქვემოთ head tag-ში აუცილებლად დააკვირდით head tag-ში. ნახეთ, ბევრი რომ არ ვიწვალოთ, შეგვიძლია ჩავწეროთ. ნახეთ, link, უბრალოდ links დავწერ და ნახეთ, დავაჭერ პირველივე ვარიანტს. და შევექნება link tag-ი, სადაც გვაქვს rel styles sheets. rel-ის საშუალებით ვეუბნებით, რომ ზოგადად ჩვენ გვაქვს უბრალოდ ვაკავშირებთ სტილების ფაილს, ანუ რაღაცას ვაკავშირებთ და ამ styles sheets-ის შემთხვევით ვეუბნებით, რომ სტილების ფაილი გვინდა რომ დავაკავშიროთ. შემდეგი ატრიბუტი გვაქვს href-ი. href-ში ჩვენ უნდა დავწეროთ მისამართი ჩვენი CSS-ის ფაილამდე. ეხლა რადგან index.html-ის ფაილი და style CSS-ის ფაილი იმყოფებიან გვერდ, ანუ ერთი და იგივე ფოლდერში, ანუ ფოლდერში რომ კიდე რამე ფოლდერი რო იყოს აქ და მაგალითად CSS ფაილი, მოგვიწევდა ფაილის ჯერ ფოლდერის მისამართი და მერე CSS მისამართი. ამას ყველაფერს განახებ ჯერჯერობით ისე ვაკეთებ. აქედან გამომდინარე, რადგან ორივე ერთ ასე ვთქვათ, დონეზე იმყოფება ფოლდერში, პირდაპირ შემიძლია დავწერო ის სახელი, რაც აქვს ჩვენი სტილების ფაილს. style უკვე Visual Studio Code თავაზობს, რომ აი ეს ამის დაკავშირება ხო არ გვაქვს. და კი ბატონო, შემიძლია აქ დავაჭირო და ავირჩიო, ან დავწერო ჩვეულებრივ. მეზეა დამოკიდებული. და ამის შემდეგ უკვე რაც დავლინკეთ, ანუ დავაკავშირეთ CSS-ის ფაილი, ეხლა ჩვენ შეგვიძლია გადმოვიდეთ ბრაუზერში და ნახოთ, რომ ჩვენი ტექსტი გამწვანთ. თუ რამოდენიმე პარაგრაფია 3-4 თქვათ, რომელს აიღებს. ამ შემთხვევაში მე რადგან პარაგრაფი მიწერი, პარაგრაფი არის სელექტორი ეს. და როდესაც ჩვენ მიმართავთ ტექსტს, პარაგრაფს მიმართ, მაშინ ყველა პარაგრაფი რაც იქნება საიტზე, ყველა პარაგრაფს მიეცემა სტილები. ეხლა მაგალითად მე სულ ქვემოთ აი აქ კიდევ ერთი პარაგრაფი რომ შევქმნა, სადაც სამ ტექსტს დავწერ, ეგეც იქნება მწვანე. კი, ესეც აუცილებლად იქნება მწვანე. იმისთვის რომ ზოგადად უნიკალური სტილები მივცეთ რამე კონკრეტულ ელემენტს, ამისთვის უკვე კლასებს გამოვიყენებთ. მაგასაც აუხსნით აუცილებლად. ნახეთ, როდესაც მიმართავ მე პარაგრაფს, ეს იმას ნიშნავს, რომ მიმართავ ყველა პარაგრაფს, რაც მაქვს საიტზე. მე რომ შეხედეთ რამდენი tag-ი მაქვს, მე text შემიძლია მიმართო, ნახეთ უბრალოდ list-ზე ფიგურული ფრჩხილები და შემიძლია color პირობითად blue დავუწერო. ეხლა რომ გადმოვიდეთ, ნახეთ, ყველა tag-ი რაც იქნება, ყველა საერთოდ გახდება ლურჯი.
მოდი ახლა color-ი ნახეთ, მოდი ახლა ზომა შევუცვალოთ ტექსტს. ანუ გავზარდოთ ჩვენი ტექსტი. დავაჭერ enter-ს, წერტილმძიმე არ გამოგრჩეთ არავითარ შემთხვევაში, სხვა თუ გამოგრჩებათ აუცილებლად იქნება error-ი, შეცდომა იქნება და აღარ იმუშავებს თქვენი სტილები. და მოდი გავუზარდოთ ზომა. ზომის გაზრდა ხდება font-size-ის საშუალებით. Font size. აქ შეგვიძლია ავირჩიოთ larger, medium და ასე შემდეგ. უკვე წინასწარ განსაზღვრული ზომები ან მაგალითად ჩავწეროთ პირობითად პიქსელების რაოდენობით 30 px. ანუ 30 პიქსელი. სტანდარტული ტექსტის ზომა, ეს კარგად დაიმახსოვრეთ. სტანდარტული ტექსტის ზომა არის 16 პიქსელი. ეს მნიშვნელოვანი დეტალი არის. პრაქტიკაში შემდეგ შევეჭეხებით ამ მომენტს, რომ კონკრეტულად 16 პიქსელია ზომა და აქედან გამომდინარე რაღაც მოქმედებები მოგვიწევს. მაგრამ ჯერჯერობით ნახოთ ახლა font size-ი, როდესაც გავხადეთ 30 პიქსელი, რაც სულელება იქნება. თუ დააკვირდებით ახლა ჩვენი ტექსტი შედარებით გაიზარდა. მოდი ახლა ისე გავუზრდი, რომ აშკარა იყოს, სხვა 130 პიქსელი დავუძებ. და თუ დააკვირდებით ჩვენი ტექსტი ორივე პარაგრაფი რამხელა ზომის გახდა. ანუ font size-ის საშუალებით ისევე 30 პიქსელს დაუბრუნებ. შეგვიძლია რომ მართოთ ჩვენი ტექსტის ზომა. მოდი კიდევ ერთ რაღაცას განახებთ. ან პიქსელებში უნდა იყოს, უბრალოდ large დავწეროთ, ან რაღაც medium, ან რაღაცა ეგ ეგრეთ შეგვიძლია. შეგვიძლია უბრალოდ შაბლონური პიქსელების რაოდენობა აყენია, იქ მაგალითად medium-ზე 22 პიქსელი თუ სადღაც მასე არის და სულ ეგ იქნება რა და ზოგადად ჩვენ მოგვიწევს ხოლმე რომ სუსტად პიქსელ ვიმუშაოთ. რამაც კონკრეტული პიქსელების რაოდენობის მიღწევა დაგჭირდება ძირითად შემთხვევაში. თორე ეგრეთ შეგვიძლია larger დავუწყოთ და აუდიტი ტექსტი. აი ეხლა ჩვენ შეგვიძლია ნახეთ ჩვენ შევუცვალეთ ტექსტ ფერი, მაგრამ შეგვიძლია შევუცვალოთ background ირე color-ი. ორი წერტილი და ავირჩიოთ ფერი. მაგალითად წითელი, red. და მოდი ვნახოთ, ანუ background ირე color ორი წერტილი red და წერტილმძიმე. რამდენიმეჯერ დაწერთ, ანუ ეს ორი წერტილი და წერტილმძიმე ძალიან კარგად შეგიძლიათ, ამიტომაც შეგიძლიათ არიდარდოთ იმაზე, რომ შეიძლება დამაუწყდეს ან ვერ დავიმახსოვროთ. აი, მოდი ვნახოთ. თუ დააკვირდებით, background color-ი გახდა წითელი. ეხლა მე ესეთ კითხვას დავსვამ. აი თუ მიხვდებით, მაინტერესებს. სპანი რო შევქმნი. სპანს რომ შემდეგ background color-ი შევუცვალო. მართალი კითხვა. არ წაიგებსთლიანად. არ იმასო, ან მხოლოდ ის გამოგება გაწდება. ეცნდება რა. კი ბატონო. ანუ მე რომ ეხლა პირობითად, აი აქ შევქმნა სპანი. ან ერთს ჩავწერ პირობითად, ჩვეულებრივად. მოდი, მივმართოთ ეხლა სპანს. ფიგურული ფიჩილები გავხსნათ. მოდი, ამასაც ფერი წითელი მივცეთ color green და მივცეთ background ირე color red. და ნახოთ. red
მხოლოდ ის ადგილი გაწითლდა და ადგილიც მას უკავია. ანუ იქიდან გამომდინარე, რომ table არის ბლოკური ელემენტი, ანუ იკავებს მთლიანი ეკრანის სიგანეს. შესაბამისად, background color-ი ეძლევა იმ ადგილს, რა ადგილიც უკავია თვითონ პარაგრაფს. და სპანის შემთხვევაშიც ანალოგიურად. მოდი background color-ებს გავუთიშავ, color-ს არა, background color-ებს გავუთიშავ, უბრალოდ კარგად რო გამოჩნდეს ტექსტი, კიდევ ერთი რაღაც მინდა განა. მოდი დავუბრუნებ. და ნახეთ ახლა ბლოკურ და inline ელემენტებს შორის განსხვავებაზე ერთი ლექცია გვექნება მაგისთვის, ზოგადად რო გამნიხილოთ. ძალიან ბევრი დეტალი ან ნიუანსები რაც იმალა. კარგი, მოდი მიუბრუნდეთ ისევე პარაგრაფს. და ეხლა პარაგრაფს უთხრათ, რომ მაგალითად გვჭირდება, რომ ქვემოდან კონდეს ხაზი გასმული. როგორ გავაკეთე? ნუ რაღაც underline ბრძანება იქნება. ზუსტად underline. ოღონდ text decoration და მნიშვნელობა უნდა მივცეთ underline. text decoration სხვადასხვა სტილი შეგვიძლია მივცეთ. ერთ-ერთი არის underline. ამის შემდეგ ჩვენ ვიღებთ აი ესეთ ქვედა ხაზს. შეგვიძლია upper line-ი line throat-ი ნახოთ მოდი ჯერ line throat-ი ნიშნავს რომ ხაზი იქნება ტექსტზე გადასმული, ანუ გადახაზულის ვარიანტი იქნება. და upper line როგორ იყო ზემოდან ხაზი ეს უბრალოდ აღარ მახსოვს. აქ იდეა შეგვიძლია ჩამოვსკროლოთ. overline ხო? overline იქნება. და ნახავთ აი ესეთი საინტერესოა. რაღაც წუმარო წამოვიდეს და იდეაში აქ შეგვიძლია ვიდეო ჩავაგდოთ როგორ წვის. ამაზე რო ეცემა ეგეთი რაღაც ფოთა შორის მინახავს მე. CSS ტკეცდება? კი, ჩავა. ნუ ეხლა თვითონ წვიმის წვიმის ანიმაციის გაკეთებაც არის შესაძლებელი ძალიან ჩვეულებრივად. საინტერესო. ძალიან ბევრი ან CSS თითქმის აი ისეთი რაღაცეები მინახია CSS-ით გაკეთებული, აი რა ვიცი. აი თუ გინდათ აი ერთ იმას განანათებ. ზუსტად აღარ მახსოვს ახლა სად რომ საიტზე იყო, მაგრამ აი შემდეგზე განახებთ აუცილებლად. ნახავ. ისეთი აი თვითონ ბურთი რომ მიგრავს და ნელ-ნელა რო იშლებოდა ეგეთი რაღაც მოხდა, ნახე აი წარმოდგენა არ მაქვს, აი რამბრადონეზე რთული იყო. რეგან CSS-ის გიჟებიც. იდეაში font size-ი განვიხილეთ, color-ი, background color-ი, text decoration-ი კიდე რა შეგვიძლია განვიხილოთ. მოდი იდეაში კლასებსაც განახებ დაახლოებით, აი კლასებთან როგორ უნდა ვიმუშაო. მაგალითად მე შევქმნი ისევე პარაგრაფის კოლმოდ, კიდევ პარაგრაფს, მოდი table 2, 1 დავნომროთ. კიდევ ერთ პარაგრაფს შევქმნი table 3.
აი ამ ქვემოთა პარაგრაფს წავშლი ზედმეტი არის აქ. ეს რეფლექსურად გავაკეთე, ან დავაკომენტარე მეგობრებო, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს სტილები წარმოგიდგენთ გაითიშა, ანუ არ მოქმედებს უბრალოდ ტექსტი წერა. Ctrl//-ში შემიძლია მთლიანი ხაზი დავაკომენტარო, ან მოხსნა კომენტარი. ანუ როცა მინდა პირობითად მოუხსნი კომენტარს, როცა მინდა დაუბრუნე. მოდი ახლა ისევე მივუბრუნდეთ ჩვენს პარაგრაფებს, მოდი ამას წავშლი. შესწომაში რომ არ შევიდეთ. ანუ მე მაქვს 3 პარაგრაფი შექმნილი და სამივე რა თქმა უნდა მწვანეა, სამივეს overline-ი აქვს, სამივე გაზრდილია ზომაში 30 პიქსელი. და ჩვენ პირობითად გვინდა ეხლა რომ table მეორე პარაგრაფი გახდეს წითელი. როგორ უნდა გავაკეთო ეს? ახეთ პარაგრაფში მე ვახოთ ატრიბუტის სახით დავწერ კლასს. უდრის და ბჭალები. და ეხლა უნდა მოვიფიქროთ რა კლასი ექნება ამ პარაგრაფს. მაგალითად რა graph ну, ზოგადად ეს სახელებს არ ვაძლევთ ხოლმე, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. მე ამ პარაგრაფს ნახეთ კლასი უდრის ბჭალებში უკვე ვწერთ ამ პარაგრაფს რა კონკრეტული კლასი ექნება. და მე შემიძლია ახლა ამ პარაგრაფს მივმართო კლასიდან გამომდინარე. მოდი, აი აქ ქვემოთ ამ პარაგრაფს თვითონ აქ ხომ ტექსტს მივმართავთ, უბრალოდ მიწერია p, ნახეთ? და სამისად ყველა პარაგრაფს მივმართავ. მაგრამ მე თუ ეხლა დავწერ წერტილს და კლასის სახელს, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც კონკრეტულ ელემენტს მე მივმართავ კლასის სახელით. ყოველთვის დაიმახსოვრეთ, სხვადასხვა ხშირად რჩებათ ხოლმე ის მომენტი, რომ ავუწყებათ ხოლმე, რომ როდესაც კლასს მივმართავთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ წერტილით. ანუ კლასის სახელს როდესაც მივმართავთ, წერტილი და კლასის სახელი. ეხლა აქ უკვე შეგვიძლია გავხსნათ ფიგურული ფრჩხილები და მივმართოთ ჩვენს პარაგრაფს ორს, ანუ იმ ელემენტს, რომელიც ავირჩიეთ და უთხრათ color, ორი წერტილი და red მაგალითად. წერტილი მძიმე. ეხლა ნახეთ რა მოხდება. გადმოვიდეთ და ვნახოთ, რომ ყველაფერი იდეაში მეორე პარაგრაფს აქვს ანალოგიური პარაგრაფებთან შედარებით ფერის გარდა. იქიდან გამომდინარე, რომ ნახეთ რა მოხდა. ჩვენ პარაგრაფს მივმართეთ და ვეუბნებით, რომ ყველა პარაგრაფს ფერი უნდა გქონდეთ თქვენ მწვანე. სამივე პარაგრაფმა მიიღო ფერი მწვანე. შემდეგ ზომა, ტექსტის ზომა უნდა გქონდეთ 30 პიქსელი. ყველა პარაგრაფმა მიიღო ტექსტის ზომა 30 პიქსელი. მერე ვეუბნებით, რომ ზემოდან ხაზი უნდა გქონდეთ. ყველა პარაგრაფმა მიიღო ზემოდან ხაზი. შემდეგ მოვდივართ და მიმართავთ კლასის სახელით რაღაც ელემენტს, ჩვენ შემთხვევაში პარაგრაფს და ვეუბნებით, რომ ფერი უნდა გქონდეს წითელი.
შესაბამისად, როგორც მიხვდით უკვე ალბათ, ჩვენი CSS-ის ფაილი იკითხება ზემოდან ქვემოთ. ანუ რეალურად სამივე პარაგრაფმა მიიღო სტილები, შესაბამისად მეორე პარაგრაფმაც მიიღო ფერი მწვანე. მაგრამ როდესაც ჩვენ მივმართეთ მეორე პარაგრაფს და ფერი მივეცით წითელი, ეს წითელი გადაეწერა და მიიღო ფერი წითელი. ანუ მწვანე ქონდა, მაგრამ რადგან პარაგრაფ 2-ს ქვემოთ მივმართავთ, ფერი გახდა წითელი. ამას განახებთ ახლა უფრო დაწვრილებით. მე მაგალითად ახლა ეს პარაგრაფის მიმართვა აქ Ctrl+X-ის საშუალებით რო ამოვჭრა და ჩავსვა სულ ზემოთ. თქვენი აზრით, მეორე პარაგრაფი იქნება თუ არა წითელი? არ იქნება, ხო? არ იქნება. მოდი ვნახოთ, რეალურად ეხლა ჩვენი პარაგრაფი მაინც დარჩა წითელი. აქ იდეაში ჩაგვერთო ეხლა ხო უცნაური მომენტია. ეგ რაც უფრო ზემოთ არის, ხო უფრო მნიშვნელოვანი არის კლასი. იდეაში თუ კლასს არ მიმართავთ და მიმართავთ პარაგრაფს, ამ შემთხვევაში არ. მაგრამ როდესაც ერთნაირი დონე გვაქვს, ანუ შეიძლება მე პარაგრაფს აი ახლა კარგად განახებთ ამას რა, პარაგრაფს და სელექტორს შორის ზოგადად ახლა ხო კლასით მიმართავთ. კლასით მიმართვას აქვს უფრო მაღალი ორდერი, ასე ვთქვათ, ვიდრე პარაგრაფს. აქედან გამომდინარე, ამ ორდერიდან გამომდინარე, ჩვენ ასე ვთქვათ, ვუჯოკრავთ რა ამ პარაგრაფს. იმიტომ რომ აქ უფრო მეტად კონკრეტულ რაღაცას მიემართება და პარაგრაფი ბევრი შეიძლება იყოს ყველას მიემართება რა მაგაში. ხო, რეალურად ეს ყველაფერი ზემოდან ქვემოთ კი იკითხება, მაგრამ აქ უკვე ჩვენ გვერთვება ორდერები. ორდერების შესახებაც ბევრს ვისაუბრებ, ამასთან დაკავშირებით ამას გავარჩევთ. იქიდან გამომდინარე, რომ კიდე მე შემიძლია აი მაგალითად პარაგრაფის სელექტორის საშუალებით ხო ვეუბნები მეორე პარაგრაფს, რომ ფერი მწვანე ქონდეს. აქ ვეუბნები, რომ ფერი წითელი ქონდეს. ესეთი რაღაცაც არის შესაძლებელი, მაგალითად აქ შექმნა სტაილი და პარაგრაფს მიმართო და უთხრა ფერი, მაგალითად orange და ასევე შემიძლია აქ ჩავწერო სტაილი პირობითად და უთხრა, რომ კოლორი ექნება magenta პირობითად. აქედან გამომდინარე, ანუ 4 სხვადასხვა გზიდან მიმართე პარაგრაფს. მაგრამ რეალურად ფერი ექნება magenta. იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა ბოლო დაწერილი არის, სად არის? ბოლო დაწერილი, ანუ ეს როდესაც სელექტორში ვწერთ, მოდი ამას შევავიწროთ. ეს არის ყველაზე მაღალი ორდერის მქონე სტილების დაკავშირების საშუალება. და ნახეთ, მიიღო magenta. მაგრამ ეხლა უყურეთ რა შემიძლია გავაკეთო. ეხლა უკვე შემიძლია პირობითად რომ სახელის ნიშანი და important დავუწერო. ეხლა უკვე ისევე მწვანე გახდა. ხო, ნუ აქ ორდერების თამაში მიმდინარეობს, ეხლა ძალიან საინტერესო ვარიანტია ეს. ამასთან დაკავშირებით ვისაუბრებ. მე ოღონდ შემდეგ გაკვეთილებზე დღესდღეობით არ გვინდა, და მაინც ამაზე გადავტვირთვით. ეს ბევრი ახალი მასალა შემოვიდა, თეიბლები, CSS-ი დავიწყეთ და მაგრამ თუ ჩვენ მოდი პირობითად ახლა ამ პარაგრაფზე წითელი რომ მივეცით, ამას დავაკომენტარებ, ისევე მწვანე რომ დაუბრუნდეს ყველას და ახლა მიმართავ პარაგრაფს ისევე და ვეტყვი რომ color orange პირობითად, მერე კიდე ქვემოთ მიმართავ პარაგრაფს და color blue. თქვენი აზრით ახლა აქ რომელი ფერი ექნება პარაგრაფს? ლურჯი. კი ბატონო, ლურჯი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ რეალურად აქ სელექტორები ყველა არიან ერთ დონეზე, ანუ არანაირი ეხლა პარაგრაფს კლასით მიმართვას ეხლა მაღალი ორდერი აქვს. რა თქმა უნდა, ვიდრე ზოგადი მიმართვა
პარაგრაფის. აქედან გამომდინარე, როდესაც ყველა ერთ დონეზე არიან, ქვემოთ დაწერილი სტილი გადაფარავს ყოველთვის ზემოთ დაწერილ სტილს. ნუ აქ რეალურად მოხდა ისიც, რომ ჯერ გამწვანდა, მე გაყვეთა და მე გალურჯე და თვალისთვის უხილავად, ხო? ხო, კი, ანუ იმდენად სწრაფად ხდება ეს, რომ ყველა ბრძანება გაიარა. ხო რა. ჯერ მწვანე მიიღო, მერე მწვანეს შემდეგ ნარინჯისფერი მიიღო, მერე ლურჯი რა, ანუ სამივე ფერი მიიღო საწყალმა პარაგრაფმა, ისე იყო. ხო, რაღაც ესეთი. ხო, იდეაში დღეისთვის მეც აღარაფერს არ ავხსნი, აქ დღევანდელ გავლილ თემასთან დაკავშირებით თუ გაქვთ კითხვები? მე არ ვიქნები ანუ პრინციპში შევძლებ სავარაუდოდ შემოსვლას, მაგრამ თუ ვერ შევძელი ორი ანუ მეორე ხომ გვაქვს პარასკევს და მე სამშაბათს ისევ, ხო? კი. ხო, და შეიძლება არ ვიყო ამ პარასკევს და სამშაბათს ეს ორი შეიძლება თუ შევძელი მობილურად მოვახერხე. თუ დრო მქონდა შემო. ოკეი. და შეიძლება კერძო დავალებაც არ მექნება თუ ამ დროისთვის რაიმე დავალება იქნება, მაგრამ შემდეგზე ანუ როცა დაუბრუნდები ასე გავაკეთებ დავალებას. ბატონო, აუცილებლად უყურე მაშინ ჩანაწერ, შემდეგ აკვეთებდი. თუ ვერ მოხვედი რომ ზოგადად იცოდეთ მეგობრებო, რომ ეხლა უბრალოდ ისეთ ეტაპზე ვართ, თავიდან დაწყება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რა, როგორც დაიწყებ, ისე წავა შემდეგ უკვე ყველაფერი რა. აქ თუ რამეზე ჩამორჩით, რამე თუ ვერ გაიგეთ, აუცილებლად უნდა მითხრათ მე, რომ დაგეხმაროთ. იქიდან გამომდინარე, მერე სავარაუდოდ უკვე გაგიჭირდებათ დაწევა. თავიდან თუ ჩამორჩი, მერე აი ძალიან სწრაფი ტემპით უნდა გაიგდეს ამაში. ამიტომაც ჯობია რომ ნელ-ნელა გავუყვეთ, შეეცადეთ რომ არ ჩააგდოთ ლექციები და ნელ-ნელა დროთა განმავლობაში ყველაფერი ჩამოგიყალიბდებათ აი სტრუქტურის ხედვა და ძალიან ბევრი კარგი სკილი პროგრამირების. მე მინდა დავალებად რომ ამატვირთვინოთ როგორ ავტვირთო. უი ხო, ნიკა. კი ბატონო, მოდი ახლა შეგიძლია ის მაისტატი გაახსენი და ეკრანი გააზიარე რომ ვნახო რა და როგორ არის მან. ერთი წუთით ეხავ. ვეძებ როგორ გავაზიარო ეხა რაღაც არ მიწევს პირდაპირ გაზიარებას. MacBook-ით ვარ და ანუ პირდაპირ იმას არ მიწევს გავაზიარებას. Shares რო ვაჭერ იმას მიგდებს. ესე იმას აქტივაციას. აი რაღაცა ის უნდა შევცვალო 1 წუთი ეხა და მელოდეთ 2 წუთი რაღაცა. ნებორს უნდა მიჩა. იდეაში დავასრულეთ. ვისაც არ აინტერესებს მაგალითად პრობლემის გამოსწორება ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თავისუფლებით. თუ გაინტერესებს დავალებად რამე გვაქვს დავალებად? ხო, დავალებაში ექნებათ table, ამ table უნდა გაკეთოთ, მარკებს მოგცემთ რამეს. აი ეს table უნდა აწყოთ. ნუ სტილებზე ჯერჯერობით არაფერი ისეთი. გაზიარდა? მე მგონი გაზიარდა. კი, ჩანს. კი. აბა დროებით კარგად იყავით შენ პარასკევს. დავალება გვაქვს? დავალება გექნებათ, ხო. ანუ table რამე ჩვენ მოვიფიქროთ თუ იქ აიტვირთება დავალებაში პრინციპში. აიტვირთება, ნახავთ, აი ერთი table მაქვს და ადგილია. კი ბატონო. მაისტატზე. ახონდის. ადლობა ახონდის. დაგემშვიდობებით დროებით. ახონდის. მე განახეთ ეხა როგორ ცადი ატვირთვა რა, ანუ იქ შევედი მაისტატზე, აი როგორც იქ იყო ვიდეოში და რაღაცა რა. მე დავაჭერე აქ იმის რა ქვია, დავალების ატვირთვას, ანუ სამივეზე ატვირთვე.
რავი, ნუ დავაჭერე ესე და ავიღე ეს ფოლდერი და ჩავაგდე აქ. ხო. და მე ნუ აქ დავწერე საათი და 15 წუთი და დავაჭერე გაგზავნას. რამდენჯერმე დავაჭერე და ანუ რამე უნდა კიდე ამის გარდა? სავარაუდოდ ის პრობლემა არის, რომ არ არის დაარქივებული ახლა ეგ ფოლდერი და ალბათ მაქედან გამომდინარე არის ტვირთება. აბა დაარქივებდი ის. როგორ არა? ჯენა იმით უნდა დავაჭირო და აქ სად უნდა customize მოიც ამ გონი მომივიდა. ხო? ნახე რა, აბა. არა. არა. ანუ ეს იმა გაკეთებული, რავი, ანუ ჩაოლებრივად იმას ვქენი რა, რა ქვია, აქ ხსნის, რავი, აქედან. ხო და როგორ დავარქივო მაშინ ეს ფაილი? არა წერია და არქივება ესე ამას და. ერთ სამი ახლა გუგლში მახვილ. ხო და ისიც იყო, რა ქვია, ის დავალების ჩამოტვირთვას რო დავაჭერე. ანუ ერთი გაიხსნა, ეს გაიხსნა რა, ანუ ესე გაიხსნა, მაგრამ იქ რო გადავიტანე, იქ წაიკითხა. ხო. მაგრამ მე თავიდან რო ჩამოვიწერე, ანუ სხვა იმასაც რო დავაჭერ დავალების ჩამოტვირთვას და რაღაცას, ესე რო ვაჭერ, ამას მიწერს და ახალი იმაზეც ესე ხო არ დამიწერს თქო, მაგას ვფიქრობდა. და მაგიტო რამე რო იყოს, სად შემიძლია რომ მოვიწერო ამაზე რო ისა იცი როგორ ვქნათ? მე ვკითხავ ვინმეს, ვინც გუჩვამ რაღაც ლინკი ჩავიგდო. ეგ გადმოწერე და better zip-ით დაარქივე. ნახე. ეს მთელი გვერდი ინსტრუქცია არის ხო ჩამოშლილი თუ?
არქივებს თუ ერთ წუთი რაღაც ლო გავერკვიო ცოტა, ანუ ეს კი ჩავიწერე, მაგრამ შემდეგი ნაბიჯები რა ქნა, მაგას უყურებთ. დაინსტალირებით და კი, ჩამოიწერა. აგერ აბა არის ხო და აქ new folder და ორი გავიქი. იცი რა გაკეთე ჩაკეთე ყველი და თვითონ folder-ზე მიიტანე მარჯვენა ღილაკს რა მე ფორს თავაზობს ახლა აგე ბეტერზე და Crimes. And then it's working better. მე ეს ავირჩიო თუ რა ვქნა. მიცავა იმას დავაჭერ. I saved that. ახლა so და ის ავტვირთო? აბა ერთიც მაიცა. Короче, ამაკ უქცალ გესმით ჩალიჩონა ყველაფერზე რა. ვინა გასწევნა ყველაფერში. ერთად ხარ. კიდე იქნება რამდენიმე პრობლემა მოიცა. აი, გუნჩა. ტილოსა. ეს ეგსუესო ნავიჩაჩო ხომ. ხო და ისა დავალების იმაზე რა ქვია, ანუ სკრინშოტიც ხო ერთვება რომ დაეწეროს მიცობა ის ფაილი როგორ ჩამოვიწერო. აბა ეხლა გადმოიწერე, ალბათ არქივის ის რო არ იყო, ანუ თვითონ მაშობოდა. სვიზა დავალების ჩამოტვირთვა. გონიქნა. ну ეს ის დამიწერა. короче. იმედია ყველაფერი კარგად იჩნდება. ერთი წამი იცი რა გააკეთე? ეხლა ის folder რომელიც გადმოიწერე. ხო. ეკრანზე და Visual Studio Code-ში ჩაადე მე. აი ეგ ხო. კონტ არქივიდან მოხსენი ჯერ. არქივში რაც არის ეგ. extract მოიცი. მაიც თავი extract ხო მიდიო. ანცი რა კენი გახსენი? თვითონ ეგ არქივი. ეს? და აი მანდ ინტრო რაც არის, ხელი მოკიდე და ისე გადმოვაგდე დესკტოპზე თუ წამოიღებს. ამოიღო. და ეგ ჩაუშვი ახლა Visual Studio Code-ში. no folder. და HTML-ში იცი რა კენი? თვითონ. გადმოიტანა. ხო, ზოგადად ის რო გაასწორო. ეხლა თავიდან გაქვს პრობლემა, თორე მე head text გაგაკეთები. მოდი იცი რა გაკეთე, თუ არ გეჩქარება ორი წამი, აი მეც მაინტერესებს თუ იმუშაობს ეგ. live server-ზე გადიაბა თავიდან თუ აქედან? ანუ ნან დააჭერე. და მაინც არა, ესე სწორად არის, შეხედე? ხო. просто იმას რო ვაჭერ, იქ იმუშავა. მაგრამ ეგ დავაფიქსირო, ანუ Safari-ში არ გიხსოვს, მე Google Chrome-ით გახსნას რო დავაჭირე, იქ მე გაიხსნა ჩაოლებრივად. ხო. და კიდე განახსნას მაგაზე თუ გინდა ერთ რაღაცას. განახებ რა მაგას ლექციაზეც განვიხილე. ხო. ეს აჩვენებს, აქ აჩვენებს. ხო, იმიტომ რომ ერთ-ერთი მეტატეგი არის charset UTF-მა უნდა დაუწერო სპეციალური ტეგი არის, რომლის საშუალებითაც აი ეგეთი პრობლემა რო არ შეგვექნას საიტზე, აი მაგას ვარიდებს თავს რა. რომ ყველა ტექსტი ნორმალურად იყოს საკითხული. მაგასაც აქვს ძალიან მაგრამ. შემდეგ აკვეთაზე განახილე. გასაგები. კარგი, დიდი მადლობა. არაფერს, კარგად. დროებით, კარგად.